გამარჯობათ, მე ვარ მარიამი. ვინც მიცნობთ უკვე და წინა ვიდეო ნახეთ ჩემი, მე უკვე დაგვირდით, რომ შემდეგი ვიდეო იქნებოდა ჩაბარებაზე, რადგან ბევრი ადამიანია, ვისაც ტოლულად ჩაბარება სურს საფრანგეთში და ახლა მე თქვენ გაგაცნობთ ეტაპებს, რა ეტაპებს გაადიან თავშესაფრის მაძიებლები საფრანგეთში. პირველი რაც უნდა გააკეთოს თავშესაფრის მაძიებელმა, ვისაც ჩაბარება უნდა ადამიანმა, ყველა ქალაქს აქვს სხვადასხვა დასახელების ორგანიზაცია, მაგრამ პარიზში არის განსხვავებული პრეფექტურის შეხვედრა, სადაც ხდება თითის ანაბეჭდების აღება. ამ პრეფექტურის შეხვედრის სასაღებად უნდა მიმართოთ ან თქვენი ქალაქის კადას, ან სპადას ორგანიზაციას, ან პარიზში თუ ბარდებით ტელეფონის ნომერია, რომელსაც ვიდეოში ქვემოთ მივუთითებ და ამ ნომერზე დარეკვით ხდება რანდევუს აღება პრეფექტურაში. დაახლოებით საშუალოდ 2 კვირის მანძილზე გინიშნავენ შეხვედრას პრეფექტურაში. და ანუ საშუალო დრო არის 2 კვირა, შეიძლება იყოს 3 დღეში, შეიძლება იყოს 10 დღეში, შეიძლება იყოს 14 დღეში, ამას 100%-ით ვერავინ ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ეხლა ცოტა გადატვირთულია უკრაინის პრობლემების გამო ყველა პრეფექტურა და ცოტა ოდნავ რაღაცა ცვლილებები არის, მაგრამ საშუალო დრო რო ავიღოთ, არის 2 კვირა, 2 კვირის მანძილზე თქვენ გიქნებათ შეხვედრა პრეფექტურაში, სადაც აგიღებენ თითის ანაბეჭდებს, დაგისვამენ რამოდენიმე კითხვას, ანუ საიდან ჩამოხვედით, როდის ჩამოხვედით, რომელი ქვეყანა გაიარეთ. ეს კითხვები იმისთვის არის საჭირო, რომ გაარკვიონ რომელი ქვეყნის თავშესაფრის მაძიებელს ეკუთვნით. თუ რომელი ქვეყანაც გაიარეთ, თუ გაჩერდით იმ ქვეყანაში და ამ ქვეყანას აქვს თავშესაფრის მაძიებლების მიღება, შეიძლება დაგსვან დუბლინზე და თუ ის ქვეყანა შემდეგ არ მოგითხოვთ, შემდეგ ესე გაგრძელდება პროცედურა და აქ განიხილავენ თქვენს საკითხს, მაგრამ ეს დუბლინის პროცედურა უფრო დიდხანს იწელება, ვიდრე ჩვეულებრივი თავშესაფრის მოთხოვნა იმ ადამიანებისთვის, ვინც პირდაპირ საფრანგეთში ჩამოვიდნენ, ან არ გაჩერდნენ არსად ქვეყანაში, არსად ანაბეჭდები არ აქვთ დატოვებული და პირველი ქვეყანა, სადაც ანაბეჭდებს ტოვებენ საფრანგეთი. პრეფექტურას, ანუ ამ ვიზიტის შემდეგ ხდება ოფის განყოფილებაში, მე როგორც ვიცი და როგორც გავიარე, 5 წლის წინ ესე იყო, ოფის განყოფილებაში გადასვლა ჩემ პრეფექტურას ჰქონდა იგივე შენობაში ოფი, სხვაგან როგორ არის ზუსტად არ ვიცი. ოფის შენობაში გადასვლა და იქ გაძლევენ ბარათებს, სადაც 45 დღის მანძილზე ჩაბარებიდან დაგირიცხებათ თანხა. ეს თანხა ირიცხება 5 რიცხვში ყოველთვის, ანუ თვის დასაწყისში 5 რიცხვში 45 დღის მერე ჩაბარებიდან. იქ გაცნობენ თქვენ უფლებებს, გეკითხებიან გაქვთ თუ არა საცხოვრებელი, დასარჩენი და გაძლევენ რაღაც ფორმულარს, რომელსაც ავსებთ და ამ ფორმულარში, ანუ თან გირთავენ თარჯიმას და გეუბნებიან, ხართ თუ არა თანახმა, როცა ეუბნებით, რომ არ გაქვთ დასარჩენი, ხართ თუ არა თანახმა, ჩვენი თუ მოგიძებნით ჩვენ ბინას, როცა გიპოვით, თანახმა ხართ თუ არა ნებისმიერ ადგილას საფრანგეთის ტერიტორიაზე წახვიდეთ. ამაზე თუ უარს იტყვით თქვენ და არ მოაწერთ ხელს, რომ თანახმა ხართ ნებისმიერ ადგილას გაგიშვათ პრეფექტურამ, დიდი შანსი რა გონი 100%-ით ესეა, რომ დახმარება შეგწყდებათ ის თანხა, რაც თავშესაფრის მაძიებელს ეკუთვნის და უხდიან, აღარ გადაგიხდიან და თავშესაფარსაც აღარ მოგცემენ თუ არ გაგიმართლათ და პოზიტივი არ აიღეთ თავშესაფრის მოთხოვნაზე. 115 არის დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც შეიძლება ოფიმ ან პრეფექტურამ არ დაგაბინაოთ კადაზე,
მაგრამ 115-ში რეკოთ და 115-მა მოგცეთ თავშესაფარი. როგორ ხდება ეხა თუ ესენი არ დაგაბინავებენ, როგორ ხდება თავშესაფრის მოძიება? თავშესაფრის მაძიებელი როცა არის ადამიანი და 115-ის იმედზე დარჩა და არ დააბინავა ოფიმ, დილიდან დაღამებამდე, დაძინებამდე, როცა ღვიძავს ყოველთვის უწყვეტლივ უარის მიუხედავად უნდა რეკოს 115-ში ცხელხაზზე, რომელ ქალაქშიც ხართ, იმ ქალაქის 115-ში ავტომატურად მოხვდებით და უნდა ითხოვოს ღამის გასათევი, თუნდაც დროებითი. უნდა მიხვდნენ, რომ რეალურად მათ იქეთ გზა არ გაქვთ. თუ თქვენ ახლა დღეში ერთხელ ან ორჯერ დარეკავთ, ფიქრობენ, რომ თქვენ წასასვლელი გაქვთ და უბრალოდ რომ დაფიქსირდეთ, მაგის გამო რეკავთ და თვითონ სოციალისგან ვიცი, ჩემმა სოციალმა მითხრა, რომ რაც უფრო მეტი ზარი შედის 115-ში, რაც უფრო მეტჯერ ჩაიწერენ თქვენ სახელს, გვარს და ასაკს, უფრო მეტი შანსი არის, რომ მალე დაგაბინაონ, იმიტომ რომ თქვენი სახელი და გვარი გადადის პრიორიტეტებში. რაც უფრო ბევრჯერ შევა, ეს თქვენ სამომავლოდ საბოლოო დაბინავებაზე აისახება. და ამიტომ გირჩევთ, ვინც გადაწყვეტ და ვისაც დაგჭირდებათ 115-ის ორგანიზაცია და ოფი არ დაგაბინავებთ, იშვიათად ხდება, რომ ოფიმ ეგრევე ვინმე გაუშვას, ანუ იმ დღესვე და მეორე დღესვე სადმე, მე ეგეთი შემთხვევა ჯერ არ გამიგია. ანუ ერთ კვირაში, ორ კვირაში გამიგია, რომ ვიღაცებს გაუმართლა და დააბინავა ოფიმ, მაგრამ უფრო ხშირად, ვისთანაც შეხება მქონია და ვისაც ვიცნობ, თავშესაფრის მაძიებლებს უფრო ხშირად 115-ის ორგანიზაცია ეხმარება. ამიტომ ესია, უნდა რეკოთ რაც შეიძლება ხშირად. თუ გეტყვიან, რომ ადგილი არ აქვს და დარეკეთ საღამოს, როგორც კი გაუთიშავთ და დაიმშვიდობებით, ეგრევე მაინც უნდა დაიწყოთ რეკვა. ეს ვიცით თვითონ სოციალისგან, ესე ამიხსნა. მაშინ, როდესაც მე ჩამოვედი, მე ცალკე ვრეკავდი, დედაჩემი ცალკე რეკავდა, სოციალი ცალკე რეკავდა და დედაჩემის საცხოვრებლის დირექტორი ცალკე რეკავდა და ითხოვდა, რომ აი დედამისი ჩვენთან ცხოვრობს, კარგი დოსიე აქვს და გთხოვთ მასთან დააბინავეთ. ანუ მათგან ვიცი, რომ რაც უფრო მეტი ზარი შევა 115-ში და რაც უფრო მეტჯერ დაფიქსირდებით თქვენი სახელი და გვარი დაფიქსირდება თავშესაფრის მომთხოვნების 115-ში რა ბაზაში, მით უფრო ზემოთ და ზემოთ პირველ ადგილას გადმოინაცვლებს პრიორიტეტებში თქვენი სახელი და გვარი და მალე დაგაბინავებენ. რა მიზეზით ხდება ლტოლვილად ჩაბარება საფრანგეთში? ეს შეიძლება, ეს უნდა იყოს აუცილებლად მიზეზი, მოტივი, რომ თქვენ ქვეყანაში გემუქრებათ სიცოცხლის საფრთხე. ძირითადად, ანუ ბარდებიან ამ მიზეზებით. პოლიტიკური მიზეზი, როდესაც პოლიტიკური უმცირესობის წარმომადგენელი ხართ და ან რაღაც საიდუმლოება გაიგეთ და ამის გამო გერჩიან, ან გდებნიან, ან თქვენი სიცოცხლის ხელყოფით გემუქრებიან, აუცილებლად უნდა იკვეთებოდეს სიცოცხლის საფრთხე საქართველოში. და როდესაც ამ ისტორიას წერთ თქვენ, ანუ პრიორიტეტი ენიჭება იმ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ვისაც იმის მტკიცებულება აქვს, რასაც საუბრობს და ხედავენ, რომ გამტკიცებულია დოკუმენტებით ეს საფრთხე რა. ხდება ოჯახური ძალადობით, LGBT თემით და რელიგიური უმცირესობებით ძირითადად ვსაუბრობ, ანუ შეიძლება კიდე რაღაც იყოს რაღაც ისეთი, რაც მოიფიქროთ და თქვენ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდეს და თუ მტკიცებულება გექნებათ მით უმეტეს შეიტანოთ, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, უნდა იკვეთებოდეს თქვენ დოსიეში, რომ საქართველოში თქვენ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. იქ, ანუ რა კითხვაც ჩნდება შემდეგ, როდესაც გექნებათ
დაკითხვა, ესე რომ ვთქვათ, off-pris გამოძახება, off-აზე რაც გეკითხებიან, ანუ გასაგებია, რომ ამბობთ, რომ თქვენ ქვეყანაში გაქვთ სიცოცხლის საფრთხე, მაგრამ სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე, მაგრამ ანუ რატომ თუ მტკიცებულება არ გაქვთ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ვამბობ, რატომ არ მიმართეთ საქართველოს სამართალდამცავებს, რატომ ანუ სანამ ჩვენთან ჩამოხვიდოდით, რატომ მართხოვეთ თქვენი ქვეყნის სამართალდამცავებს, პროკურატურას, სასამართლოს, რატომ არ მიმართეთ? თქვენ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეთ ამაზე და ამისთვის მზად უნდა იყოთ, რომ ამას შეგეკითხებიან. ანუ საქართველოდან ჩამოსულ ადამიანს ძირითადად დაჭირდება დაბადების მოწმობის თარგმანი. ესეც შეგიძლიათ ვინმეს მინდობილობა გაუკეთოთ საქართველოში და შემდეგ თუ მოგთხოვენ, შემდეგ წარადგინოთ, ეგიც არ არის ახლა თავიდან პირველივე დღესვე თუ არ გიქნებათ აუცილებელი. პასპორტის ასლებს იტოვებენ, ქსერო ასლებს, ჩემ შემთხვევაში ესე იყო. შემდეგ შეიძლება გადაგზავნაც მოგთხოვონ პასპორტი. კიდევ რაც არის გასათვალისწინებელი, ძირითადად პასპორტი გჭირდებათ მხოლოდ და ეს დოკუმენტები თუ რამე გაქვთ, სათარგმნი და ისტორია, მე მაგალითად საქართველოში ნოტარიუსთან ათარგმნი ისტორია არ გამომადგა საერთოდ, იმიტომ რომ სანამ გადავაგზავნიდე ამ ისტორიას, ჩემმა სოციალმა წაიკითხა და ფრანგულიდან, ანუ ფრანგულად გადათარგმნილი ვერსიიდან აზრი ვერ გამოიტანა. ანუ ვერ გაიგო საერთოდ რა ეწერა ამ ისტორიაში. ანუ როგორი ფრანგული გქონდათ ნათარგმნი, არავინ არ იცის. თქო უნდა მას მე ვერ გავიგებდი, იმიტომ რომ არ ვიცოდი ფრანგული, მაგიტო ვათარგმნი თარჯიმანს და რა ეწერა არ ვიცოდი. მაგრამ ფრანგულმა ვერ გაიგო. დაურეკა თავისი ორგანიზაციის ქართულ თარჯიმანს და მითხრა, რომ მომეყოლა რა მეწერა ისტორიაში და მე თვითონ დავწერ ფრანგულად. და ესეც მოიქცა, ანუ საქართველოდან ჩამოტანილი ნათარგმნ დოსიეს, ესე რომ ვთქვათ, ისტორიას საერთოდ აზრი არ ქონდა არანაირი და ესე გადამითარგმნეს აქ. როგორც ვიცი, ანუ ეხლა ბევრისგან გამიგია ამ ბოლო დროს, რომ ქართულად ნაწერი ეს ისტორია უკვე მიაქვთ, სადაც სპადაში ან კატაში გაჩნია რომელია თქვენ ქალაქში, მიაქვს და ეუბნებიან, რომ არ აქვს თარგმნის თანხა საშუალება და თხოვს, რომ თვითონვე თარგმნონ და შეავსებიონ დოსიე და გადააგზავნიონ და ესეც აკეთებენ, ყველაფერს თვითონ აგვარებენ. გავსებიებენ კიდევაც დოსიეს, ისტორიასაც გითარგმნიან, რასაც დაუწერ, ან მოუყვები ადგილზე, გააჩნია როგორ არის და აგზავნიან კიდეც, ანუ ბოლო 2 თვის მანძილზე ესეთი ზუსტად ესეთი ორი შემთხვევა ვიცი, როცა სპადაში ადგილზე მისულ ადამიანებმა ესე მიმართეს თხოვნით, რომ დახმარებოდნენ შევსებაში და ისტორიის თარგმნაში და გადაგზავნაში და ყველაფერი თვითონ გაუკეთენ. და რაც არის გასათვალისწინებელი ერთ-ერთი მთავარი, აქ საერთოდ დაბადების წლების რიცხვს თვეს, თარიღებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სახელს და გვარს რამე ასოხო მარაკლი ან ცუდად ხო არ წერია. შეიძლება მთელი ისტორია თქვენ ვერ გადაამოწმოთ, მაგრამ ყოველთვის ძალიან დიდი პრობლემები შემექმნა ამის გამო და ამიტომ გაფრთხილებთ. ყოველთვის, როდესაც ისტორიას ან რაიმე დოკუმენტს დაბადების მოწმობას განსაკუთრებით ათარგმნიებთ აქ ბეჭდიან თარჯიმანს, ყოველთვის შეამოწმეთ სახელს და გვარში, მშობლების სახელს და გვარში. ხომ არ არის რამე ცდომილება ასოებში, ანუ ამის გაგება ძალიან მარტივად შეგვიძლია, ხო? ანუ სახელი და გვარი ყველა ენაზე ერთი და იგივეა. თარიღში ხომ არ არის რამე დაბადების თარიღებში შეცდომა, ისტორიაში რო წერია თარიღები, ხომ არ არის რამე, ანუ თუდად. ან თუ გაქვთ სასამართლოს ნომრები მონიჭებული და მტკიცებულება გაქვთ წარდგენილი, ყველა სასამართლო დოკუმენტი თავისი ნომერი აქვს, რითაც შეუძლიათ გადაამოწმონ და როცა ორიგინალია ეს დოკუმენტი და აუცილებლად დოკუმენტებს, რომლებსაც თარგმნით,
ესეთი სასამართლო ნომრები, ციფრები, დაბადების თარიღები, სახელები და გვარები, აი ნუ ელემენტარული მაინც რაც შეგიძლიათ სანამ გადააგზავნით და სანამ წარადგენთ ეს პრეფექტურა იქნება თუ სხვა ესეთი ოფიციალური ორგანიზაციები, ყოველთვის გადაამოწმეთ, გადაშალეთ და ნუ თუ ენა არ იცით და ვინმე არ გყავთ ვინც გადაგითარგმნით, Google Translate-ით მაინც გადაავლეთ ზოგადად ნაწერს აზრს თვალი და Google ახლა ზუსტად სიტყვასიტყვით სწორად არ თარგმნის და შეიძლება Google-მა აურიოს აზრი, მაგრამ დაახლოებით აზრს მაინც გამოიტანთ და სახელს და გვარებს და თარიღებს, როგორც გითხარით, ნუ რა თქმა უნდა, მიხვდებით ისედაც არის თუ არა შეცდომა რო გადახედოთ. ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭეთ თქვენს ოფიციალურ დოკუმენტების განსაკუთრებით სასამართლო დადგენილებების ან ექსპერტიზის დასკვნების ნომერს, რომლითაც ხდება დოკუმენტების რამდენად არ არის ყალბი მოძიება და ასე შემდეგ. ტოლვილად ჩაბარების მოთხოვნიდან, ანუ როდესაც ანაბეჭდებს აკიღებენ, მაქედან 21 დღე გაქვთ ზუსტად ისტორიის დასაწერად, გადასათარგმნად და დოკუმენტების, ანუ ამ დოსიეს, რასაც მოგცემენ, შესავსები არის ამ დოსიეს თქვენი ისტორიის გადასათარგმნად და გასაგზავნად. ამ დროში 21 დღის მანძილზე უნდა მოასწროთ ეს და თუ ჩათვლიან რომ ეს დოსი არ არის სრულფასოვანი, დამატებით 8 დღე გაქვთ იმისთვის, რომ ეს დოკუმენტები დაამატოთ, რასაც გთხოვენ და გადააგზავნოთ ისევ. როდესაც თქვენი დოსიე გააგზავნით და მიუვათ, თქვენ მოგივათ წერილი, რომლითაც უნდა წარსდგეს შემდეგ ოფფრას გამოძახებაზე. ოფფრა არის პარიში და რომელ ქალაქშიც არ უნდა ბარდებოდეთ, ყოველთვის ყველა ვარიანტში გიწევთ ოფფრას გასაუბრებაზე პარიში ვიზიტი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში სოციალები გიზღვევენ, ზოგჯერ სასტუმროსაც იხდიან, რომ თუ არ ცხოვრობთ პარიში და ზოგჯერ უმრავლეს შემთხვევაში მატარებლის ბილეთებს მაინც ყიდულობენ, რომ ჩახვიდეთ და დაბრუნდეთ. თუ ღამის გათბება გიწევთ პარიში, ამ შემთხვევაში სასტუმროს ხარჯებსაც ანაზღაურებენ. რაც ყველაზე მთავარია, 3 თვის მანძილზე ჩამოსვლიდან 3 თვის მანძილზე უნდა მოასწროთ ჩაბარება ლტოლვილად. იმიტომ რომ ჩაბარების მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ყველას იბარებენ აბსოლუტურად. ამაზე თანხმობა მოვა თუ უარი, ეს უკვე ინდივიდუალურია, ისტორიაზე და იღბალზეა დამოკიდებული. უბრალოდ დარღვევა არ უნდა გქონდეთ ტერიტორიაზე, ანუ არალეგალი არ უნდა იყოთ, როდესაც მოითხოვთ ჩაბარებას. უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად რისკები და მოსალოდნელი პრობლემები, რომ შეიმსუბუქოთ შემდეგ მდგომარეობა. და რაში მდგომარეობს ძირითად შემთხვევაში რისკები. ძალიან დიდი რისკი არის იმის, რომ არც ოფიმ და არც 115-მა ან ვერ დაგაბინაოთ, ძირითადად ვერ, იმიტომ რომ არ მგონია ვინმე კონკრეტული ადამიანის ესე ვთქვათ, ჯინი ქონდეთ ამათ. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ძალიან გადატვირთული და გადავსებულია ადგილები და ფიზიკურად ვერ ახერხებენ ადამიანის დაბინავებას. და დიდ ქალაქებში კიდე, ანუ როდესაც შეზღუდული რაოდენობის ადგილები აქვთ დასაბინავებლად, ამოწმებენ, ვისაც უფრო მეტად უჭირს. ის ადამიანი უფრო მეტად აწუხებს. ვისაც უფრო მეტად უჭირს, ის ადამიანი საკვებ ობიექტებსაც ითხოვს, სადაც შეიძლება რომ ჭამოს. ვისაც უჭირს, ის შხაპის გადასავლებ ადგილსაც ითხოვს. ანუ შეიძლება გეუბნებოდეს, რომ ღამის გასათევი არ აქვთ და ვერ გაბინავებენ. მაგრამ თქვენ თუ თხოვთ, რომ თუ შეიძლება
ის მაინც მითხარით, სად შემიძლია, რომ უფასოდ საჭმელი ვჭამო. აი თუ შეიძლება ის მაინც მითხარით, რომ სად შემიძლია, რომ დუში მივიღო, იმიტომ რომ აღარ შემიძლია ესე უკვე. სად შემიძლია, რომ შედარებით უსაფრთხოდ ვიგრძნო თავი, მეშინია, ანუ ამას თუ ეუბნებით და უარის მიუხედავად, ხშირად ძალიან ბევრჯერ ეკავს და ძალიან ბევრჯერ ფიქსირდება თქვენი ზარი, იმატებს იმის ალბათობა, რომ უკვე თქვენ პრიორიტეტებში გადახვიდეთ და დაგაბინაონ. ამ მომენტში საფრანგეთში ისე გართულებულია სიტუაცია, ზოგადად ყოველთვის ეს ისმოდა და ყოველთვის ამას ამბობდნენ, რომ აი ხა გართულდა, აი ხა უფრო გართულ, ადრე უფრო მარტივი იყო, არც ჩემ დროს არ იყო მარტივი. უბრალოდ ძალიან მიჭირს იმის გახსენება, მე მგონი ჩემი ქვეცნობიერი ბლოკავს ამ ინფორმაციას, რა გავიარე მე, როდესაც აქ ჩამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ დედა უკვე აქ მყავდა და შედარებით რაღაცებში გარკვეული იყო და ბევრი რამე, ბევრი სირთულე ჩემთვის ნათქვამი ჰქონდა დედაჩემს, რისკოვაც შეიძლება დამჭირვებოდა. მე კიდე ეს მდგომარეობა იმან გამერთულა, რომ ვინც დამპირდა, ვინც შემაგულიანა, რომ დედიკოს უთხრა, რომ მე დავხვდები, ჩემთან დავტოვებ, შენ არ ინერვიულა, დედაჩემ 115-ზე ცხოვრობდა და შეუძლებელი იყო, რომ მასთან შევიყვანე. ეს ადამიანი ჩემი გამოფრინის წინა დღეს გაქრა. ტელეფონს აღარ პასუხობდა, SMS-ებს არ პასუხობდა. ბილეთი ვერ გავაუქმე, ანუ გავრისკე და წამოვედი. მეგონა რომ რაღაცა მოხდა და მეორე დღეს გვიპასუხებდა რომ ჩამოვიდოდი. ან რაღაც იქნებოდა და არა. არ მიპასუხა. ხშირად ვხედავ ხოლმე ესეთ პოსტებს და ესეთ ამბებს ხშირად ვისმენ და ძალიან ბევრ ადამიანს ჯგუფში ზოგჯერ ზღაპარი გონია და გონიათ, რომ ვიღაცები ამ ამბებს იგონებენ, მოდიან უბრალოდ დამხვედრის გარეშე და შემდეგ ესე კეთილი ადამიანების იმედზე ფიქრობენ, რომ ვიღაცა შეიფარებს. არა და შეიძლება, როგორც მე, ისე ეს ადამიანები გააცურეს, დაპირდნენ და უბრალოდ ტელეფონს აღარ უპასუხენ. თვითონ ამ დროს ძალიან მშვიდად და ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, თბილსაწყლში კარგად მოკალათებულს წინავთ და საერთოდ არ ახსენდებათ ის ადამიანი, რომელსაც დახვედრას დაპირდნენ. ჩამოსვლის დრომდე 24 საათი ტელეფონზე ელაპარაკებოდნენ, ესე იქნება, ესე იქნება და მერე გაქრენ. საერთოდ არ ახსოვთ. ალბათ. რომ ახსოვდეთ, არ ამგონია მშვიდად დაძინება შეძლონ. ამიტომ მე მჯერა ესეთი ისტორიების ყოველთვის, იმიტომ რომ მე გამოვიარე და არის საშინელება, კოშმარი. მე გამომიჩნდა საბედნიეროდ ადამიანი, ვინამაც სრულიად უცხო ადამიანი, ვინამაც შემიფარა და სახლში წამიყვანა. დედიკოს სულ ერთხელ ყავდა ნანახი და ესეთი ადამიანები არ ვიცი, ანუ ჩემი საფრანგეთში ეს ადამიანები, ანუ რამოდენიმე ადამიანი მყავს ესეთი შენაძენი, რომლის გამოც მიხარია საფრანგეთში ჩამოსვლა, რომ ეს ადამიანები გავიგე, რომ ესეთი ადამიანები არსებობენ და გავიცანი. პირველ რიგში პირველი ვინც იყო ესეთი ადამიანი, ეს იყო სოფო, რომელიც საერთოდ არ მიცნობდა. ნალაპარაკებიც კი არასოდეს ჩემთან არ იყო, დედიკო ყავდა ერთხელ ჩერეზ ბოდიში ჟარგონზე. საერთოდ ნაცნობთან ნანახი და რო გაიგო რაც დამემართა და არ პასუხობდა ეს ადამიანი ჩემს ზარებს, დედას უთხრა რომ ჩემთან მოიყვანე. და ეს გოგო რეალურად ვინამაც შემიფარა, იყო ახალმა ოპერაციები, ახალ გამოწერილი საავადმყოფოდან, გაიკეთა ძალიან რთული ოპერაცია, 5 წელი ელოდებოდა თირკმელს. მისთვის არ შეიძლებოდა არასტერილური გარემო. საკუთარი დედა გაუშვა საქართველოში იმის გამო, რომ ბევრი ადამიანები მის ირგვლივ არ ყოფილიყვნენ, რომელიც ქუჩაში ცივლიდა, სახლში შევიდოდა და რამე ინფექცია არ შეჭროდა და 5 წლის ნაწვალები, ნაშრომი,
ნაოცნებარი თირკმელს საფრთხე არ შექმნოდა და როდესაც გაიგო, რომ ქუჩაში დავრჩი, გარისკა თავისი საკუთარი ჯანმრთელობა და შემიფარა. მე ქუჩაში ნაგდები, მე რომელმაც ეხლა ძალიან ეგ ერთადერთი ეგ გამარტივდა ეხლა მაგის მერე, რომ მე როდესაც ჩამოვედი პარიზში, ცოცხალი რიგები იყო ჟუღესზე, სადაც ბარდებოდნენ თავშესაფრის მაძიებლები ჩასაბარებლად, პრეფექტურის რანდევუსთვის იყო ეს რიგები. რაც ეხლა უკვე ზარით ხდება ტელეფონის ზარით, რეკავ პასუხობენ და გეუბნებიან, როდის სახლის გვარს ასაკს იწერენ და გეუბნებიან, როდის გაქვთ შეხვედრა პრეფექტურაში. მაშინ ეს იყო ქუჩაში. ვინც იცის ჟუღესის გაჩერება მეორე ხაზზე როგორი უბანია და როგორი ტერიტორიაა და რადონის საშიშია და რადონის ჩემთვის საზარელი და შემზარავი ადგილია დღემდე. ჩემთვის არის დედამიწაზე ჯოჯოხეთი ეგ ადგილი იყო განსაკუთრებით აი მაგ პერიოდის მერე, როდესაც გავივლიდი მეორე ხაზზე, მეტროს მეორე ხაზით მაგ ადგილას ზემოდან ჩანს ეგ ადგილი. მეტროდან ღიაცის ქვეშ მიდის მატარებელი მაგ ადგილას და ჩანს ეგ ადგილი და როდესაც ხედავდი იქ ადამიანები, როგორც ერთ დროს მე ვიდექი იდგნენ, ძალიან ცუდად ხვდებოდი, ოღონდ მართლა გეუბნებით. მაგ ცოცხალ რიგში 3 დღე და ღამე გავათენე. 2 ღამე და 3 დღე. შუა ღამეზე ძირს ტროტუარზე ადიელა მქონდა გაშლილი, მოხალისეები მოვიდნენ და ეს ადიელებიც მაგათმა დაგვირიგეს. ეს ადიელა მქონდა გაშლილი, ზედვიწექი და ზემოდან 15 დეკემბერს ჩამოვედი მე და ძალიან სიცივე იყო, ძალიან იყინებოდა ყველაფერი, მან ძალიან ციოდა და დაახლოებით 2 ან 3 გოგო ვიყავით სულ ამ აზულის რიგში. დანარჩენი სულ ყველა ბიჭები იყვნენ და იქ რაც ხდებოდა, უბრალოდ ჩემი ცხოვრების წარუშლელი კოშმარია და არ ვიცი, ალბათ ჩემ ქვეცნობიერს ეს ინფორმაცია უნდა, რომ წაიშალოს ჩემი გონებიდან და ვეღარ ვიხსენებ ყველა დეტალს, რაც მე გავიარე. ჩემი ტელეფონი, კარგი ტელეფონი, დედაჩემს გავატანე. ხო, რაც მთავარია, დედაჩემს არ ქონდა, რადგან უკვე 1 წლის ჩაბარებული იყო, არ ქონდა უფლება, რომ ჩემთან ერთად აი იმ ადგილას, აზულის რიგში ღამე გაეთენებია. პირდაპირ უთხრა სოციალურმა, ვიცი, შენი შვილია, ვიცი ნერვიულობ, ვიცი ცუდ მდგომარეობაში ხარ, მაგრამ თუ შენ იქ ერთ ღამეს გაათენებ, ჩათვალე რომ ყველაფერს დაკარგავ და არც საცხოვრებელი გიქნება და არც არაფერი. ესე საღამოს 9 საათზე 10 საათზე უკვე თავის საცხოვრებელში უნდა ყოფილიყო 9 საათზე დამტოვებ და წავიდოდა ჩემ ტელეფონს გავატნებდი, რომელიც კარგი ტელეფონი იყო, იმიტომ რომ ვინმეს ტელეფონის გამო წართმევა არ მონდომებოდა და შევეშინებიე. დავიტოვებდი power banks, რაღაც პატარა ფანრიანი Nokia სტილის ტელეფონს და მთელი ღამის მანძილზე ეს 2 ღამე მთელი ღამის მანძილზე უწყვეტლივ რეკავდი 115-ში. და რადონის ინგლისურიც ვიცოდი, მაგ ინგლისური სიტყვებით და წინადადებებით ვეუბნებოდი, რომ არ მაქვს ღამის გასათევი, ვარ ჟუღესზე აზულის რიგში, სადახარ როცა მეკითხებოდნენ, სახელს და გვარს და დაბადების თარიღს და ასე შემდეგ ყოველთვის ვეუბნებოდი. ღამე თარჯიმანს იშვიათად მირთავდნენ, არ მირთავდნენ თითქმის, მაგრამ ყოველთვის ფიქსირდებოდი. ეს ღამეები იყო ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ იყო შემთხვევა, როდესაც ვიღაც ფეხზე მეკაჩებოდა, როცა ჩამეძინა ღარეთ გაყინულს, რაღაც ადგილებში შეფუთულს
ვითომ მხუმრობნა და მე იქ ვიღაცამ დამიცვა და იქ ატყდა ერთი ამბავი და ჭუბი ვიღაც ჩეჩენი ბიჭი იყო და იმან დამიცვა რუსულად საუბრობდა და დედაჩემმა წასვლამდე ჩააბარა ჩემი თავი ისე ვთქვათ რომ თუ შეიძლება რომ ყურადღება მიაქციო და კიო აქ ვიქნებიო და მართლაც დამიცვა როცა დამჭირდა მაგრამ ეს იყო ჩემი სიკვდილის ტოლფასი ნერვიულობა მაშინ და წარმოიდგინეთ ანუ მართლა მთელი ღამის მანძილზე ზემოდან მაწვიმდა და ესეთი რაღაც მოვიფიქრე რომ ცელოფნები ნაგვის პარკები დედაჩემს მოვატანიე წინა ღამის პირველ ღამის ხომ მაწვიმდა და მეორე ღამისთვის და ესე როგორ გითხრათ ხა შლაგბაუნი იყო რა გვერდზე და ზემოთ ფანჯრები და ფანჯრებს კისოსები ქონდა და ეს ნაგვის პარკები გავკოჭე და გადავიხურე თავზე რომ არ დავსველებულიყავი წვიმაში და იმ ღამეს ყველა მომბაძა და ვინ საიდან მოიტანა ეს პარკები არ ვიცი და სულ ყველამ გადახურა და თითქმის ესე ჩაყოლებაზე კარავებით იყო გადაქცეული დილის 6-ის ნახევარზე პოლიციამ ჩამოიარა და ეს მოგვახსნევია ჩვენი ხელით ეს გადახურვა და დადექითო ფეხსეო სულ ყველაო ჩამოიარა და ვიდექით მას შემდეგ რიგში, ანუ რაც უფრო დიდხანს დგახარ რიგში, მით უფრო პირველ ადგილას გადმოინაცვლებ. სულ 25 ადამიანი შედიოდა ერთ დღეში, როცა მე ჩავპარდი. ნუ ერთი წლის მერე უკვე სულ გავუქმდა ეგ შუღის ჩაბარება. მაგრამ ეგ იყო კოშმარი და წარმოიდგინეთ ესე ძირს ნაგდები ამდენ ხალხში. კაცმა არ იცის ვის რა დაავადება ჭირდა, ვის რა ვირუსი ქონდა. ეგეთი გასაზიზღრებული, გასაცოდავებული, გამწარებული მიმიღო სოფომ, რომლის ჯანმრთელობასაც საფრთხე ემუქრებოდა ჩემი ესე ქუჩაში ნაგდების სახში შეყვანით. არსებობენ ეგეთი ადამიანები და ბედნიერი ვარ, რომ არსებობენ და ვიცნობ. Ei, მართლა რწმელი გულით გეუბნებით, ან ძალიან ცოტა ეგეთი ადამიანი. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მაგ ადამიანისგან. თუ ამ ვიდეოს უყურებ, იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ და არასოდეს დამავიწყდება. ეს ადამიანი მაპატიეთ. ეს ადამიანი მარტო ჩემთვის არ არის ესეთი ძალიან ბევრი ადამიანისთვის. რომ გენახათ, ანუ როგორი სახლი ქონდა, სადაც მე მიყვანა. სტუდიო ქონდა, სადაც ეძინათ, იქ ქონდათ, ანუ საწოლი არც ქონდათ. ეს დივანი ქონდათ, რომელიც იშლებოდა. ქვედით ორკაციანი დივანი ქონდათ კიდე და მაგიდა და სკამები იქ უპატარა ესე ალბათ 2 კვადრატი კუხნა პატარა მონოტუალეტი და მეტი ადგილი არ ქონდათ ანუ ცოლ-ქმრის ოთახში სადაც ეძინა და სადაც ჭამდნენ იქ გვერდზე მეძინა მეც მაგთან ერთად მუდმივად სულ მესმოდა 115-ის ზუმერი და მეგონა რომ ჭკუიდან შევიშლებოდი ბოლოს იმდენჯერ მოვისმინე იმდენი საათი უსმენდი დღე ღამის მანძილზე რომ მართლა სანამ არ გავითიშებოდი მანამდე უსმენდი სოფლისგან არასოდეს არ მიგრძნია ის რომ ზედმეტი ვიყავი და ვაწუხებდი ის მახსოვს რომ ანუ გამასტერილებდა და ჯერ რომ შევიდოდი სახში პირველი აბანოში გავყოდი დუღარე წყალში ეს ჩემი ქუჩაში ნაგდები ტანაცმელი დუღარე რიცხვაზე შედიოდა და მე გამოვდიოდი და მე ვესალმებოდი. მიუხედავად ამ ყველაფრისა არასოდეს არ მიგრძნია სოფოსგან რომ მე მისთვის ეს უცხო ადამიანი ეს ქუჩიდან მოთრეული ვიღაცა ქართველი
ზედმეტი ვიყავი, მაგრამ მე თვითონ მერიდებოდა ძალიან მერიდებოდა, იმიტომ რომ ცოლ-ქმრის სივრცეში ვიწექი მეც და მათ კომფორტის ზონას ვარღვევდი, სოფოს საფრთხეს უქმნიდი, ამას რო ვიაზრებდი, სუტიროდი და მე თვითონვე ჩემი ნებით ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ესეთი, რომ ხან ჰოსპიტალის გადაუდებელში მივედი, ჰოსპიტალის გადაუდებელში დავდიოდი ძირითადად. და დაცვას როცა მეუბნებოდა, რომ წადიო, ვეუბნებოდი, რომ წასასვლელი არ მაქვს და ძალიან გთხოვ მეტროს გაღებამდე, სანამ მეტროში დავჯდები, მანამდე აქ ვიქნები თქო და იქ ხედავდნენ, რომ რეალურად თუ მეკითხებოდა 115 რომ სად გაათენი, ამადამ საავადმყოფოში ამადამ ადგილას ვიყავი და ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ გადამამოწმებდნენ, მართლა იქ ვიყავი და ამას ეტყოდნენ. და როდესაც სოფოსთან მოსასულიერებლად მივდიოდი ხოლმე, მე მე-17 ღამეს მომცენ, მაგრამ აი ზუსტად ესეთი რეჟიმით, ყოველი დღე იყო ესეთი რეჟიმით. თუ დამეჯერებთ, ჩემი პარიზში ჩამოფრენის დღიდან ესე დავდიოდი ესეთი თავდახრილი და საერთოდ არ მაინტერესებდა ფანჯრიდან გადაშლილი ხედები, ულამაზესი პარიზის და ისეთი უბედური ვიყავი, რომ ენითაც ვერ აგიხსენებთ, იმხელა სტრესი გავიარე. ძალიან დიდი კოშმარი იყო და ასე რომ კარგად დაფიქრდით ამ რისკებზე, ვინმე არ გატყუებდეთ. თუ სანდო არ არის ის ადამიანი, ვინც გეიმედებათ, ძალიან რთულია. არ უნდა ენდოთ, არავის არ უნდა ენდოთ 100%-ით საკუთარი თავის გარდა და საკუთარ თავს უნდა დააკისროთ წინასწარ იმხელა მოვალეობები, რომ თქვენ ხართ თქვენი თავის დედაც, მამაც, პატრონიც, დაცვაც, ყველაფერი თქვენი თავის მარტო თქვენ საქმეს თქვენ გარდა ვერასოდეს აქ სხვა ვერ გააკეთებს, ყველგან დარეკვა იქნება თუ სხვა თუ რეკავს კიდე ფიქრობენ, რომ პატრონი გყავს და უბრალოდ რეკავს რა სხვა, ვინც ფრანგულად საუბრობს. ჯობია რომ თქვენ იწვალოთ და ორი სიტყვა ინგლისურად უთხრათ, ან თარჯიმანი მოითხოვოთ, ან რუსულენოვანი, ან ქართულენოვანი თუ არა ყავთ რუსულენოვანი, მაინც თუ იცით რუსული. ან ქართული თარჯიმანი, ან ინგლისურად რამოდენიმე სიტყვა, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და თხოვოთ უბრალოდ დასაძინებელი ადგილი. და დუში არის და დუში თხოვოთ. არ ვიცი, ძალიან არის რისკები იმის, რომ არ დაგაბინაონ დროულად. კვირაობით, თვეობით გაწუწუნონ, გატირონ. რეალურად ქუჩაში შეიძლება მოგიწიოთ დარჩენა თუ არ ყავთ ადამიანი, ვინც დაგხვდებათ და თავისთან წაგიყვანთ. ძალიან რთულია, როცა არ ყავთ ესეთი ადამიანი, ვინც დაგხვდებათ და თავისთან წაგიყვანთ. როცა არავინ არ გელოდებათ, არის ძალიან რთული და ძალიან მძიმე. დაგჭირდება თარჯიმანი, რომელიც გაყვებათ და რაღაცა მნიშვნელოვან რანდევუებს გადაგითარგმნით. პრეფექტურაში და ოფისში ყავთ ქართული თარჯიმები და ჩაგირთავენ, მაგრამ ყველგან არ არის ამის კომფორტი და ფუფუნება, რომ თარჯიმანი გყავდეთ. და როცა ვიღაცა გვხვდება, ვინც შეგიფარებთ და ცოტას მაინც საუბრობს და გებულობს ფრანგულს, ეს იმხელა შეღავათია, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ამიტომ მე გირჩევთ ჩაბარდეთ იმ ქალაქში, სადაც ვიღაცა საიმედო გეგულებათ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. თუ ესეთი ადამიანი არ ყავთ, კარგად გაიაზრეთ რისკები და მოსალოდნელი პრობლემები რა შეიძლება შეგვხვდეთ და ფსიქოლოგიურადაც, მორალურადაც და ფინანსურადაც მზად წარმოდით ამისთვის, რომ შეიძლება თუ არავინ აქ გვხვდებათ, შეიძლება დარჩეთ ქუჩაში და თქვენ თვითონ მოგიწიოთ თქვენი საცხოვრებლის უზრუნველყოფა
სასტუმროს ქირაობა. ვიღაცები ამბობენ, როგორც დედაც ჩემს უთხრეს, როცა ჩამოვიდა, არ იციან მეტი ალბათ. ვერავის ვერ გავაკრიტიკებ, ჩემი მიზანი ჩემი არხის შექმნის და ჩემი ვიდეოების ჩაწერის მიზანი ვინმეს ლანძღვა ნამდვილად არ არის, ყველა თავის შეცდომებზე და თავის გაკეთებულ საქმიანობაზე და ყველაფერზე თვითონ აგებს პასუხს. ნებით თუ უნებლივით ესეთ რაღაცებსაც ამბობენ, რომ იცი, შენ თუ სასტუმროში გაათევ, აღარ დაგაბინავებენ და ესე არ არის. ნამდვილად არ არის ესე. თუ თქვენ 115 ბინას არ გაძლევთ და არ გპასუხობთ, ის ვერანაირად ვერ გაიგებს, თქვენ სად გეძინათ, თქვენ თუ არ იტყვით. დედაჩემი რო ჩამოვიდა, ვინც დახვდა, ორი კვირა დედაჩემს სასტუმრო მოხსნილი ჰქონდა და დაბრუნილი ჰქონდა საქართველოდან გადახდილი და არ გაუშვა იქ. უთხრა, რომ თავისთანაც ვერ მიყავდა, ერთი თუ ორი ღამე გაათევია სულ თავისთან, მაგრამ დედაჩემს სიცოცხლის საფრთხე ემუქრებოდა, ეხლა ონკოლოგიური პაციენტი იყო და უღირდა ყველაფერი. ჩემს მეტი ჯოჯოხეთი გაიარა დედაჩემმა და პლუს შიში ჰქონდა იმისი, რომ საწავიდა მეტასტაზი არ იცოდა. და უთხრა, რომ არა, დაიგები, რომ შენ სასტუმროში გაათებ და ამიტომ ქუჩაში უნდა იყო რეალურად. და ხან სად იყო დედაჩემი ქუჩაში და ხან სად. სულ რეკავდა. ესეთი ადამიანები არ ვიცი, არ იციან თუ უბრალოდ თვითონ როგორც იწვალეს, ისე უნდა სხვამაც იწვალოს და ეს გამოიაროს, არ ვიცი. მაგრამ მე გირჩევთ, რომ ფსიქოლოგიურად, მორალურად, ფინანსურად მზად წამოხვიდეთ, თუ ეხლა აპირებ, თუ ეხლა მიყურებ და აპირებ, რომ ეხლა წამოხვიდე, მზად წამოდე ამისთვის, იმიტომ რომ მტერსაც არ უსურვებ. მე კიდე გამომიჩნდა, ანგელოზი გამომიჩნდა. უფალმა გამომიგზავნა სოფოს თავი. ამას იმიტომ არ ვიმეორებ ამდენჯერ, რომ ვინმეს თავი მოვაწონო. სოფო მისედაც იცის, პირადადაც ვეუბნები ამას და მთელი სიცოცხლე ვარში ვიქნები. რა უნდა გამიკეთოს? რა უნდა გააკეთოს? შენ ისეთი ადამიანი, რომ არაფერს არ გააკეთებ, ისეთი რომ აწყენებს, მაგრამ ხორცი რომ მომაჭამოს, მე მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. და სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვინც ლანძღავს შემდეგ ესეთ ადამიანებს, რომ რაღაცაში არ იყოთ. რაღაცა სიკეთა არ იყოთ, რაც მიიღეს და ვალდებულებაში გადააქვთ მე, რომ ვიღაცა ვალდებული. არა. არ იყო სოფო ვალდებული, რომ რამე გაეკეთებია ჩემთვის, არავინ არ იყო ვალდებული. თავისი კეთილინება იყო და ძალიან ბევრი გამიკეთა, მაგრამ მისი ნახევარიც რო გაეკეთებია, მაინც მადლობელი ვიქნებოდა. დააფასეთ ყველა, გირჩევთ, აი მართლა ადამიანურად, მთელი გულით გირჩევთ და გთხოვთ, რომ თუ ვინმე ელემენტარული დროს მაინც დაგითმობთ, მით უმეტეს უფრო მეც თუ გაგიკეთებთ, დააფასოთ და არ დაუიწყოთ და როცა ფეხზე დადგებით, თქვენ მდგომარეობაში ახალ ჩამოსულს, თქვენ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, რაგზად თქვენ გაიარეთ იმას, ვინც გადის ეხლა, როდესაც თქვენ დაკვალიანებული ხართ უკვე და დალაგებული ხართ და ამოისუნთქეთ და მოგეშვათ, იგივე გაუკეთოთ, რაც სხვებმა გაგიკეთეს და ფეხზე დაგაყენეს. იმედი მაქვს, რომ თქვენ ცხოვრებაშიც იყვნენ ესეთი ადამიანები და იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი არ იქნება ისეთი უმადური, როგორებიც მე შემხვდნენ ცხოვრებაში. შემდეგ უკვე. ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი კიდევ, ძალიან ბევრი დეტალია. მზად იყავით იმისთვის, რომ აქ ჩამოსულებს არაფრის გემო არ მოგეწონებათ თავიდან. ვერაფრის გემოს ვერ გებულობდი, არაფერს ჩემთვის გემო არ ქონდა და აი ყველასგან, ვინც ჩემს მერე ჩამოვიდნენ და გავიცანი, მესმის ერთ და იგივე, რომ საზიზღარი გემო აქვს ყველაფერს და იოგურტს აქვს იგივე გემო, პურს აქვს იგივე გემო დაახლოებით.
და ბოსტნეულს რა თქმა უნდა დაახლოებით იგივე გემოაქვს. ჩვენ ბიო ბოსტნეულს აქაც იგივე გემოაქვს, პრინციპში ნამდვილად იგივე გემოაქვს და ხა როგორც ჩემი ეზოში მოწყვეტილს ქონდა, ისეთი გემო არ აქვს ჩვეულებრივ არა ბიო პროდუქცია აქვს. და მზად იყავით იმისთვის, რომ თავიდან ყველაფერზე შეგუება მოგიწევთ. არა მარტო ქართველების და არამედ მარტო დამხვედრის, ანუ ნუ იქნებით უმადურები, აი ეს თემა ძალიან მააწუხებს და ამიტომ მიმეორებ ამდენჯერ. რაც უფრო მეტად მადლიერი იქნებით და რაც უფრო მეტად ეცდებით, რომ ვიღაცას ხელი შეუწყოთ და თუ ვერ უწყობთ ხელს, არ შეუშალოთ მაინც არასწორი ინფორმაციით, არასწორი იმედების მიცემით, ხელს მაინც ნუ შეუშლით. არასოდეს არ ენდოთ ადამიანებს, ვინც აქ ჩამოსვლაში, დახვედრაში და ჩაბარებაში თანხას გთხოვენ. ეს ყველაფერი არის უფასო და თქვენი დაბინავების დრო და ჩაბარების დრო არავის არ არის დამოკიდებული, ვინც არ უნდა დარეკოს. უფასო ეს ყველაფერი, ამაში თანხა არ უნდა გადაიხადოთ. წინასწარ მით უმეტეს არავის არ მიცეთ თანხა და არავის არ გადაურიცხოთ. შეიძლება არ დაგხვდეთ, დიდი ალბათობაა რომ არ დაგხვდებათ. და საქართველოს ეკონომიური მდგომარეობა რო ვიცი და როგორ შრომობს და როგორ წვალებით შეუძლებს ორ კაპიკს ადამიანი და ზოგი ბანკში დებს სახს, რომ აქამდე ჩამოვიდეს და ზოგი რასაკეთებს და ზოგი რაღაცას ყიდის, ესეთი ფული არავის არ წაღლეტიოთ და საკუთარი თავი არ გაიმწაროთ. თქვენ თვითონ მოიხმარეთ. დაგჭირდებათ აქ, ნამდვილად დაგჭირდებათ ფინანსები, იმიტომ რომ არ დაგაბინაონ, თქვენი თავი უზრუნველყოთ სასტუმროთ და ელემენტარული საჭიროებებით. დახმარებები, რასაც ქართველებს და ზოგადად თავშესაფრის მაძიებლებს აძლევენ პროდუქტებს, უმეტესი არის ვადამოახლოვებული ან ვადაგასული, ან ისეთი რაღაცები, რასაც ჩვენ ქართველები არ ვართ მიჩვეული და ვერ ვჭამთ ფიზიკურად. როდესაც ადამიანს ძალიან შეა ყველაფერს შეჭამს, მაგრამ რაც იჭმევა, მაგრამ თავარი ბოსტნეული იყოს და ცილა და ბოსტნეული იყოს და ადამიანი აიტანს და შეჭამს რაღაცას, ზიზღით მაინც რაღაცას გადაყლაპავს, მაგრამ მზად იყავით იმისთვის, რომ ჩვენსავით გემრიელ საჭმელებს აქ არავინ არ დაგირიგებთ. და ყოველთვის იმ საკვებს ვერ აიღებთ იგიურებში, რაც მოგეწონებათ. მაგრამ არასოდეს უარი არ უნდა თქვოთ და არასოდეს არ უნდა დაანახოთ, რომ ფუ ეს რა არის და ფუ ამას მე არ შევჭამ, არასოდეს არ გააკეთოთ ეგეთ რაღაცა, თქვენთვის ვერ იცოდი. პატივი ეცით იმ ქვეყანას, სადაც მიგიღეს, რომელიც შანსს გაძლევთ და პატივი ეცით იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენი მასპინძლები არიან. წვალება, რომელსაც თქვენ გადიხართ ან გაივლით, არავის ბრალი არ არის. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ქვეყანაში რომ გქონდეს ეს პირობები, რაც მომავალში, რისთვიაც მომდივართ და რაც აქ გველოდება ამ სირთულების გადავლის მერე, არავინ არ წამოვიდოდით, დამიჯერეთ. ესეა. საქართველოში რომ გამართული ჯანდაცვა იყოს, საფრანგეთის ემიგრანტების უმრავლესობა საფრანგეთში არ იქნებოდნენ. ძალიან დიდი ნაწილი, ანუ 60-70% მაინც სხვა მიზეზი იძახის, მაგრამ ჩამოდის ჯანმრთელობის პრობლემების გამო და ძირითადად ონკოლოგიაა პრობლემა და ძალიან ბევრი სხვა დაავადებებიც რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად ონკოლოგია. ჩვენ რომ დაზღვევის სისტემა გქონდეს მოწესრიგებული და საავადმყოფოები და ექიმები და ჯანდაცვა არ გვატყავებდეს საქართველოში და კაი თუნდაც გვატყავებდეს ჯანდაბას სწორ დიაგნოზს მაინც რო გვისვამდნენ და სიცოცხლის უფლებას მაინც გვაძლევდნენ.
არ მარჩიელობდნენ და ერთმანეთს არ უწევდნენ იმის გამო რეკომენდაციას, რომ ის მისი მეგობარია და მაგიტო გიშვებს გამოკვლევაზე, რომ იმანაც გაგატყალოს, ამანაც გაგცქნას, იმან და წამალი დაგინიშნოს, რომელიც სარგებელს მოუტანს თავის ჯიბეს, ეს რო არ იყოს და იცოდნენ თავისი საქმე კარგად, ნამდვილად და მედიკამენტებიც და მკურნალობაც იგივე იყოს, რაც საფრანგეთში, ჩვენი ემიგრანტების საფრანგეთის სხვა ქვეყნებზე არ ვსაუბრობ, მართლა არ ვიცი და არ ვისაუბრებ. საფრანგეთის ემიგრანტების 60% მაინც საფრანგეთში არ ჩამოვიდა, იმიტომ რომ სამსახურის გამო როგორც საბერძნეთში და იტალიაში აქ არ მოდიან. იმიტომ რომ არ არის საფრანგეთში მუშაობის დაწყება ესეთი ადვილი. არ ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, ვინც ვიზით მოდის და მოწვევით მოდის რაგბისტებზე, თუ სხვა სპორტსმენებზე, თუ მომღერლებზე, თუ პიანისტებზე, თუ დიზაინერებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვინც ვიზით მოდის, მაგაცი არ ვსაუბრობ. ვინც სასწავლო ვიზით მოდის, ან სამუშაო ვიზით მოდის, მაგაცი არ ვსაუბრობ. ანუ ვსაუბრობ აზულის თავშესაფრის მომთხოვნ ტოლობის სტატუსის მომთხოვნ ადამიანებზე. უმრავლესობა მოდის ჯანმრთელობის პრობლემით და ისინი აქ არ იქნებოდნენ ჩვენი ქვეყანა რომ აწყობილი იყოს და ზუსტად ამიტომ დააფასეთ ეს ქვეყანა და ფრანგი ადამიანები, იმიტომ რომ ჩვენ მათი სტუმრები ვართ და ძალიან ბევრს გვიკეთებენ. მეც ბევრი გამიკეთეს, დედაჩემსაც ძალიან ბევრი გაუკეთეს და ჩემი ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ვინცაც ჩვენზე მეტად ჭირდებოდა ჩემზე, დედაჩემზე მეტად, მარტო ჩემ თავზე არ ვსაუბრობ. სიცოცხლე აჩუქეს, აი ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი, ვისაც ეუბნებოდნენ, რომ დღეები დაგჭა, წადი სახში მშვიდად მოკვდი, საქართველოში ეუბნებოდნენ და საფრანგეთში 100%-ით განკურნეს. ვიცნობ პირადად ისეთ ადამიანებს. ძალიან ძლიერი ჯანდაცვა აქვს და მე მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები საფრანგეთის და ფრანგი ადამიანების, რომლებიც უანგაროდ ბენევოლები არიან, მოხალისეები და აი წარმოიდგინეთ ბენევოლად დადიან და ძალიან ბევრი ასაკის ადამიანი იყო ბენევოლი, რომ ჩვენთვის შემსუბუქებია მდგომარეობა. ამდენი სტრესის შემდეგ გავიყვანეთ და რაღაცა ლამაზი ლურში ძალიან ბევრჯერ ვყავდით წაყვანილი სხვადასხვა გასართობ ცენტრებში. პირადად ჩემ თავზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და სხვაებიც ანუ ბევრი ვიცი რომ ეგრეა და ჩვენთან მოხალისეები იყვნენ, ვისაც დავყავდით და ეს ალბათ ორგანიზაცია აფინანსებდა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცდილობდნენ რომ გავეხარებინეთ და გაელამაზებიათ ჩვენი დღეები და ასევე ბევრი მოხალისე მასწავლებელია ასაკის, რომელიც პენსიონერია და 80-85 წლის მასწავლებლები მყოლია ფრანგულის, რომელიც დადიოდნენ და სულად იცოდნენ ინგლისური და ისე ვიხატავდნენ და ისე ცდილობდნენ რომ ყველა სიტყვა გაგვიგო და აეხსნათ. ნუ არ ვიცი, ძალიან მადლიერი ვარ ჩემ გამოც და ყველა ადამიანის გამო, ვისაც დაეხმარე და ელემენტარული მაინც გაუკეთეს, მაგრამ განსაკუთრებით იმ ადამიანების გამო, ვისაც მკურნალობენ და ვისაც სიცოცხლეს ჩუქნიან ისინი. ძალიან მადლიერი ვარ და თქვენც იყავით მადლიერები. უმადურობა ძალიან ცუდი, ანუ ხშირად ვხედავ ქართველების საფრანგეთში ჯგუფში, რომ საფრანგეთს და ფრანგებს ლანძღავენ და უკმაყოფილებები არიან, იმიტომ რომ ნუ გასაგებია, ზოგს სული გაუმწარდა იმდენი იწვალა და ვეღარ არის მადლიერი, მაგრამ არ უნდა დაუკარგოთ ის, რაც ძალიან ჭარბად აქვს და ძალიან ჰუმანურები არიან, ძალიან კეთილები არიან უმრავლესობა. კარგი და ცუდი ყველა ეროვნებაშია, როგორ არა, ჩვენთანაც არიან. რაც ზოგიერთ ქართველს დაუშავებია საფრანგეთში ყოფნის დროს ჩემთვის, ეგეთი არც ერთ ეროვნებას არ დაუშავებია, მაგრამ კარგებიც ბევრი გყავს და გირჩევთ, რომ გიყვარდეთ ჯერ პირველ რიგში საკუთარი ეროვნება, თავი არავის არ დაამცირებიოთ, მაგრამ არც არავინ არ დაამციროთ. თუ რამეს გიკეთებენ, მადლობელი იყავით.
ძალიან გთხოვთ, აი მართლა მთელი გულით გთხოვთ, რომ ნუ ილანძღებით და ისეთ რაღაცებს ნუ აკეთებთ, რომ შემდეგ სოციალებთან ისე ნუ იქცევით და ესეთ ორგანიზაციებში, რომ თქვენ შემდეგ მისულ ქართველს იქ ცუდი თვალით და ჯუნგლი ვეგონოთ და ველური ვეგონოთ. ამას ჰაერზე არ ვამბობ. გამიგია ესეთი ამბები, რომ ისეთები ჩაუტარებიათ, რომ ველურები და ცივილიზაციის არ მქონე ადამიანები მგონი ვართ ქართველები. ხანდახან. თორემ მე არაფერი არ მაკლდება. საერთოდ ვერაფერს ვერ დამაკლდებს მე ქართველის ქცევა. მე თუ ვინმე მეტყვის, რომ ქართველები ესეთები ხართ, მე ვეტყვი ჩემი ოჯახის მაგალითს და ჩემი ქმრის მაგალითს, რომელიც საფრანგეთს ემსახურება. ასე რომ მე არაფერი არ მაკლდება ამით, მაგრამ ვიღაცა ვინც საცოდავი ახალი ჩამოსულია და შეხვდა რასისტი ადამიანი, ვინც ქართველმა გაამწარა, შეიძლება ბევრი რამეც დააკლდეს. მე ვერავინ ვერ დამჩაგრავს, ამიტომ არ ვიძახი. ნამდვილად არ ვიძახი, ამიტომ შუს ფიცა ვარ. იმიტომ რომ მე მაგის გამო ვერც ყაჩაღის, ვერც ქურდის, ვერც უზრდელი ქართველის გამო მე ვერავინ ვერ დამჩაგრავს პირადად მე, მაგრამ მეცოდებიან ის ადამიანები, ვისი დაჩაგვრაც ესე განამწარებ ადამიანს შეუძლია. და შეიცოდეთ თქვენივე ჯიში და თქვენივე სისხლი და ხორცი, რომელიც თქვენს მერე მივა იქ, სადაც თქვენ საქმეს აფუჭებთ. ცოტა თემას ავწდი, მაგრამ სუსტად ამ პერიოდს ვინც გადის, ამ ჩაბარებას და რაღაცას ეს თემები სულ ყველა ეხება მას. თუ ჯერ არ გაგიuliათ, ამას ვერ მიხვდებით, მაგრამ როცა გაივლით, ვინც ეხლა მოდიხართ, ამას შემდეგ მიხვდებით. გახსოვდეთ, რომ სადაც წახვალთ და ვისაც შეხვდებით უცხო ადამიანს, უცხოელს, როგორც მოიქცევით, როგორც აჩვენებთ, ისეთი შთაბეჭდილება ექნება თქვენ ქვეყანაზე. თქვენი ქვეყნის ელჩები თქვენ თვითონ ხართ და ალბათ თქვენი თვით როგორ გვასახელებთ. ყველას გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებებს. ვინც უკვე აქ ხართ, ვინც აწიმოდი ხართ, მარტივად ჩამოსვლას, მარტივად გავლას ამ გზების, მალე დაბინავებას, ნაკლებ პრობლემებს. პირველ რიგში რაც ყველაზე მთავარია, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს ძალიან გამეხარდება თითეული თქვენგანის წარმატება, კარგად ყოფნა და გისურვებთ, რომ იმ მიზნებს, რომელიც გაქვთ ემიგრაციაში წამოსვლისას 100%-ით მიგეღწიოთ და ისეთი რაღაცებზე მიგეღწიოთ, რაც საქართველოში წარმოუდგენლად რაზეც არ გქონდათ და მე ამ ეტაპზე ვარ ამ წუთში. მე მინდა ვიყო თქვენი мотиваცია, მე კიდე ჩავწერ ვიდეოებს. მე ვიქნები თქვენი мотиваცია, ანუ აქ ნულიდან ვინც იწყებს, მაგ ადამიანსაც შეუძლია ყველაფერს მიაღწიოს. თავარია მოთმინება, გამძლეობა, გონიერება. თავარია არ დანებდეთ. არასოდეს არ დანებდეთ. ყველაფერი გაყვა. უფალმა მოგცეთ ჯანმრთელობა, გამძლეობა და უფალი გფარავდეთ ყველგან სადაც წახვალთ. წარმატებებს გისურვებთ. თუ კიდე რაიმე, ანუ აქ ცოტა ჩამოწერილი მაქვს გეგმის სახით, რომ რაზე უნდა მესაუბრა, რომ რამე არ გამომრჩენოდა, მაგრამ თუ რამე კიდე კითხვები გექნებათ, არ მოგერიდოთ. დამიწერეთ YouTube-ის კომენტარებში. მე ყოველთვის ვნახავ ამ კომენტარებს, რაზეც მაქვს იმ მომენტში პასუხი, რა თემაზეც მაქვს იმ მომენტში პასუხი, ეგრევე გიპასუხებთ და რაზეც არ მაქვს პასუხი, მოვიძევ ინფორმაციას და მოგაწვით. უფალი გფარავდეთ, მთელი გულით, მთელი სულით და გულით გისურვებთ წარმატებებს. კარგ გარემოში მოხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სიფრთხილეს გისურვებთ, ანუ გისურვებთ, რომ ძალიან ცუდია, როდესაც ბევრჯერ გაგიცრუეს აქ იმედი და ნდობა გიკარგება, მაგრამ თქვენ არ გაგცრუებოდეთ იმედი და ყოველთვის არ წახვალთ კარგი და სასახელო ქართველები შეხვედროდნენ. ნუ რასოდეს, ნუ რა ვიცი, ნუ შეგშურდებათ. თქვენ შეგიძლიათ, ანუ ეს ისეთი რაღაცა, კიდე ახალი თემა მოიტანა საუბარმა.
ეს ისეთი რაღაცა, რაც გაბრკოლებთ იმისთვის, რომ თქვენ წარმატებას მიაღწიოთ. არ ვდება გოგობ, მაგრამ ძალიან ბევრს ხედავ ირგვლივ, ვისაც ელემენტარული მალადის საბუთიც კი მეორე ადამიანის შურს, ვისაც საბუთი არ აქვს და დაელოდეთ, იშრომეთ და თქვენც მიაღწევთ. შრომით შეგიძლიათ ცალაღია საბუთი აიღოთ, თუ ოფრარეკურის უარი გაქვთ. ბევრი რაღაცა არის გაკეთებაც შეგიძლიათ და თქვენც მიაღწიოთ და შურში დროს ნუ დაკარგავთ. აბრმავებ შური და წინ წასვლაში ხელს გიშლით. ყოველთვის სიკეთით გქონდეთ გულების სავსე, სულ ლხინი გქონდეთ და ბევრი წარმატებული ქართველები გვყავდეს საფრანგეთში და გაეხარებიოს ყველას გულები. იყავით უკანა კაცის ხიდი და თქვენს უფრო მეტს და მეტს მოგცემთ უფალი და წინ წავა თქვენი საქმე. 1000 მაგათ დაგიბრუნდებათ გაკეთებული მადლი და მე მართლა მჯერა, მთელი გულით მჯერა ამისი. მართლა. მე ამას ჩემ თავზეც გამოვცადე, როდესაც სხვისი კარგი მინდა, მე 100 მაგათ მიბრუნდება, მე 100 მაგათ წინ მივდივარ, მე 100 მაგათ ბევრი წარმატების კარები მეხსნება. არავის ცუდი არ მინდა, მართლა. ვინც გული მატკინა, იყო ესეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა და ძალიან ბევრი ესეთი გაწირვა, გულისკენა, უმადურობა გულსატკენია. მაგრამ მათაც არ უსურებ ცუდს. აი, სინდის ფიცა ვარ, მათაც არ უსურებ ცუდს. უფალმა უკეთესად იცის, ვის რა უნდა გაუკეთოს და რა დროს უნდა დაუბრუნოს. მე ამის მჯერა, მე უფლის სამართლის მჯერა და მე არ ამაყრება ვინმე დავწევლო და უსურო იგივე როგორც მე გამამწარა. არ უსურებ, даже იგივესაც არ უსურებ, რაც მე გამიკეთა. მე სიკეთე მინდოდა, როგორი გულითაც მე ვარ და ვიყავი ადამიანებთან. ღმერთმა მე ისე გავიმარჯოს და ისე მაცხოვროს, ძალიან ბედნიერი ვიქნები და ძალიან ბედნიერი ვარ კიდევაც, ანუ მართლა, ჩვენი გაკეთებული ყველა კარგი ჩვენ ვიბრუნდება. თუ ხედავ, რომ ვიღაცას შია და შენ შეყვანისუფლება არ გაქვს, თბილის საჭმელი მაინც მიაწოდე. შენ და შენ შვილს და მომავალს არასოდეს არ გაუჭირდება. უფალს ებარებოდეთ. ძალიან მადლობა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენი დრო დამითმეთ, მიყურეთ, ვინც ბოლომდე მიყურეთ კიდე ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში თუ რაღაცა აზრები გამებნან, რაღაცა გრამატიკული შეთქმულები დავუშვი, ზოგადად ვღელავ ხოლმე ვიდეოს რო ვწერ, იმიტომ რომ ეს მეორე შემთხვევაა, როცა ვიდეოს ვწერ, ეს და ვსაუბრებ კამერასთან, ჩემ თავს ვისაუბრები. პირველ ვიდეოს კომენტარები ბევრი არ აქვს, ჯგუფში უფრო მეტი გამოხმაურება გქონდა. ჩემი мотиваციისთვის დამენახეთ, რომ აქ ხართ, დამელაიქეთ ვიდეო, ძალიან გთხოვთ, გამომიწერეთ. ძალიან ბევრ თემას შევეხები კიდე, ანუ ჯანმრთელობის თემა და დაზღვევის თემა, რომელიც ჩაბარებიდან სამთვეში მოდის ჯანმრთელობის დაზღვევა. მაგრამ მაგის დაჩქარებაც შეიძლება მინდა რომ შემდეგ ვიდეოში განვიხილო, იმიტომ რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია და ძირითადად ყოველდღიურად ამ თემაზე უფრო მეტი კითხვები ისმევა ჯგუფში ვხედავ კურნალობის შესახებ და დაზღვევის დაჩქარების შესახებ შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ და გამომყევით YouTube-ზე რომ ამოგიგდოთ ჩემი ვიდეოები, მოგივიდეთ შეტყობინება, როდესაც ვიდეოს ავტვირთავ, თუ თქვენთვის რა თქმა უნდა საინტერესოა. კოცნით კარგად იყავით, წარმატებები.